პირი, რომელსაც პროკურატურა ბაჩიაშვილისათვის საქართველოდან ფარულად გასვლაში დახმარებას ედავება შოთა ქარუმიძეა. 47 წლის კაცი ახლა სასამართლოს მოლოდინშია, მას 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ოცნების სასამართლომ ოლიგარქის ყოფილ ფინანსურ მრჩეველს საზღვის კვეთის ეპიზოდზეც პატიმრობა შეუფარდა, მანამდე კი ბიტკოინების და მტკვარი ჰესის საქმეებზე. ივანიშვილი ახლო გარემოცვის ყოფილი წევრის ძებნას უკვე ინტერპოლითაც ითხოვს. გიორგი კუჟინაძე აგრძელებს თემაზე საუბარს. გიორგი, დავიწყოთ საზღვის კვეთის ეპიზოდით, რას ამბობს ბრალდებული ქარუმიძე ამ საქმეზე. ბრალდებული ქარუმიძე წარდგენილ ბრალდებას აღიარებს აღნიშნული დაგვიდასტურა მისმა ინტერესების დამცველმა, რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ ტელეფონზე. შოთა ქარუმიძე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა 5 მარტს, მაშინ როდესაც უწყების მტკიცებით ის ცდილობდა, რომ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია დაეტოვებინა სარფის გამშვები სასაზღვრო პუნქტით. ამის შემდეგ მას ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინა, რის შემდეგაც ახლა ქარუმიძე ელოდება, რომ მისი სასამართლო პროცესი ჩაინიშნოს და იმსჯელოს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე. ახლა როგორც ჩანს, პროკურატურის მთავარი მიზანი არის, რომ ქარუმიძის ჩვენების საფუძველზე შეეცადოს გიორგი ბაჩიაშვილის მამისთვის ბრალის წარდგენას და მის წინააღმდეგაც დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. თუმცა, როგორც ქარუმიძის ინტერესების დამცველი აცხადებს, თავად შოთა ქარუმიძეს გიორგი ბაჩიაშვილის მამა არ უნახავს, ესაუბრა კონკრეტულ პირს მობილურ ტელეფონზე და შესაბამისად ახლა ბრალდებული ვარაუდობს, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო გიორგი ბაჩიაშვილის მამა, თუმცა ბრალდებული მტკიცებით ფორმაში არ აცხადებს, რომ ეს ნამდვილად იყო გიორგი ბაჩიაშვილის მამა. თქვენ დაცვისქვეშ ყოფი რას ამბობს ბრალსთან დაკავშირებით? დაეთანხმა ბრალს. ბრალს აღიარებს, ანუ კიდე რამე აღიარებს, რომ რეალურად დაეხმარა ფაქტიურად მისი თვალთახედვის ქვეშ მოხდა ყველაფერი, რომ ფაქტიურად დაეხმარა სადღაც უკანონო გადაკეთებაში. როგორ გავიდა კონტაქტზე გიორგი ბაჩიაშვილი თქვენ დაცვისქვეშ ყოფთან შოთასთან? დაურეკა პიროვნება, რომელსაც თვითონ ვარაუდობს მხოლოდ და მხოლოდ, რომ იყო გიორგის მამა. დიახ. სთხოვა შეხვედრა და დათმულ ადგილას შეხვდა გიორგი ბაჩიაშვილი. ანუ მანამდე არ უნახავს. დიახ, ანუ ის ვარაუდობს, რომ ეს არის გიორგი ბაჩიაშვილის მამა, ანუ გიორგი ბაჩიაშვილის მამა თვითონ ესე პირადად არ უნახავს, ხო, როგორც მე? არა, არსად არ უნახავს. არც იმ შეხვედრაზე, არც იმ შეხვედრის მერე და არც მანამდე. მანამდე თუ იცნობდა გიორგი ბაჩიაშვილს? არა, ტელევიზიებიდანაც კი არ იცოდა ვინ იყო გიორგი ბაჩიაშვილი. და იცით რა მაინტერესებს, აი ეს წაყვანის მომენტი დაგეგმილი თუ იყო, ან თავად თუ იღებდა ამაში მონაწილეობას, რომ აი ეს სამალავი სიტყვაზე მანქანაში მოეწყო მას? სამალავის შესახებ გაიგო უშუალოდ სამალავის გამოყენების პროცესში. მანქანა მან გამოიყვანა, მან შეიძინა, მერე დატოვა საბუთალოზე 2 დღით, 2 დღეში მივიდა და გამოიყვანა თავისი მანქანაში. თავისი გადაწყვეტილებით ტოვებდა ალბათ სამშობლოს, ხო? ყოველდღესაც შევიუწყე, ალბათ 1 ან 2 დღით დავიოდა ქვეყნიდან. იმიტომ რომ სახლის მასალებში ჩანს, მას პირადი შეგვიძლია სამოუღოს $1100 მხოლოდ ქვეყნის დატოვება $1100 ცოტა არამოგიგონია. ეგრეთ წოდებულ ბიტკოინების საქმეზე დღეს პროკურატურა დასკვნითი სიტყვა თქვა. სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ მორჩა. ახლა ჩვენ გავესაუბრებით პირდაპირ ეთერში გიორგი ბაჩიაშვილის ინტერესების დამცველს ლევან მახარაშვილს და ის მოგვიყვება თუ რაზე გაამახვილა ბრალდების მხარემ ყურადღება დასკვნით სიტყვაში. მოგესალმებით ბატონო ლევან, რამდენად სარწმუნო იყო ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა, რაზე გაამახვილა ძირითადად პროკურატურამ ყურადღება და რამდენად იკვეთება აი უკვე დასკვნით ეტაპზეა სასამართლო პროცესი, აი ბაჩიაშვილის ბრალეულობა და ამყარებს თუ არა რაიმე მტკიცებულება ამ ბრალს? ზოგადად დასკვნითი სიტყვა იქნება ეს ბრალდების თუ დაცვის, არის მხარეთა შეფასებები, ასე ვთქვათ, გამოკვლეულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. არავითარი ახალი გარემოება მე არ მომისმენია, იგივე შეფასებები პროკურორს ჰქონდა პირველივე წარდგენის ხდომიდან, შესაბამისად დღესაც მათი პოზიცია იყო ძირითადად ზოგადი. ჩვენ გეგმავთ, რომ ჩვენი დასკვნითი სიტყვა იქნება ძალიან დეტალური
დეტალური შეფასება ამ მტკიცებულებების და უფრო კარგი აღქმათობისთვის დაგეგმილი გვაქვს, რომ ვიზუალიზაციაც მოვახდინოთ პროექტორზე, დიდ ეკრანზე, სადაც დადასტურდება, რომ ეს ვერსია აბსოლუტურად წინააღმდეგობაში არის უტყუარად გამოკვეთილ დოკუმენტურ მტკიცებულებებთან. ცდილობს თუ არა ახლა პროკურატურა, რომ რამენაირად გიორგი ბაჩიაშვილის მამის ბრალეულობას დაადასტუროს მისი გაქცევის წასვლის საკითხთან დაკავშირებით, რადგანაც გაჩნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშიც და თავად პროკურატურის ვერსიაშიც, რომ სწორედ გიორგი ბაჩიაშვილს მამა დაეხმარა ამ პირთან, შოთა ქარუმიძესთან კომუნიკაციაში. თუ გქონდათ თავად ბრალდებულ ბაჩიაშვილთან თქვენ საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით? რა იცით, ეხლა ჭორებთან დაკავშირებით მე კომენტარებს ვერ გავაკეთებ. ფაქტია, რომ მსგავსი რაღაც არ მომხდარა, არანაირი ამის მტკიცებულება არ არსებობს და არავინ არ ედავება ბაჩიაშვილის მამას მსგავს. ეხლა რა ვრცელდება, ბევრი ინფორმაციის გავრცელება შეიძლება მოხდეს და კომენტარს მიღმა დავტოვო. მადლობა. ლევან მახარაშვილს ისმენდით პირდაპირ ეთერში გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატს. ბატონო მიხეილ, პირდაპირ ეთერში შევწდები გავესაუბრო საქმის პროკურორს. ბატონო მიხეილ, პირდაპირ ეთერში ვართ და ბატონო მიხეილ, პირდაპირ ეთერში ვართ და თქვენ დასკვნით სიტყვასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, რომ გითხრათ რაზე გაამახვილეთ ძირითადად ყურადღება და რამდენად ამყარებს მტკიცებულებები თქვენს ბრალდებას, რომელიც წარდგენილი გაქვთ გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ? აბსოლუტურად ყველა ასე ვთქვათ კომპონენტი ბრალდების დადასტურებული არის დოკუმენტურად და ამავდროულად ამ დოკუმენტებთან სულ თანხმედრაში არის მოწმეების მიერ მიცემული განმარტებები. ზოგადად საერთო კანონმდებლობასთან ახლა მტკიცებულობას უნდა ქონდეს თავისი თვისებები, სულ უნდა იყოს საავტო, უნდა იყოს დამაჯერებელი, შეთანხმებული ერთმანეთთან და როდესაც არსებობს ესეთი მტკიცებულებითი მოწმეებულობა, მოწმეების ჩვენებები, ამის საპირისპიროდ ავტონომიურად არსებული მტკიცებულებითი მოწმეებულობა, დოკუმენტები და ეს ორი სრულად არის ერთმანეთთან თანხმედრაში, შესაბამისად ფაქტის დადასტურება პრაქტიკულად უდავო კომპონენტად შეგვიძლია მივიჩნიოთ. აქედან გამომდინარე, სწორედ ამებზე იყო, ასე ვთქვათ, ამ გარემოებებზე ჩემი აქცენტი, რა თქმა უნდა, დასკვნით სიტყვაში, ასევე მათ შორის დასკვნით სიტყვაში ძალიან ბევრჯერ ვახსენე და მივთითე ერთგვარ აღიარებაზე. საზოგადოებისთვისაც გასაგები რომ იყოს, მოცემულობა არის ძალიან მარტივი. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალდება გიორგი ბაჩიაშვილს ედავება, რომ მან მიითვისა დაზარალებული ინვესტორის კუთვნილი, ასე პროპორციული შესაბამისი ბიტკოინი, ხო? ანუ ორივე ინვესტორი, როგორც დაზარალებული, ასევე ბრალდებული, ამ ურთიერთობაში საკუთარი წლობრივი პროცენტულობით მონაწილეობდა. გიორგი ბაჩიაშვილის მონაწილეობა ინვესტიციაში დაახლოებით 1,5 მილიონის პარკლებში მერყეობდა. სწორედ ეს არის გიორგი ბაჩიაშვილის მიერ შედგენილი დოკუმენტი, ოფიციალური მიმოწერა მიწდამთან, ეს არის ოფიციალური სამართლებრივი ურთიერთობის ნაწილი, სადაც საცხადებს, რომ სწორედ მისი დაფინანსება არის 1,5 მილიონ ამერიკულ დოლარის ოდენობით პლუს პროცენტებით. პროცენტებით რო დაიბრუნა, ეს დოკუმენტურად საბანკო დოკუმენტები, საგადახდოვო დავალდებებით არის დადასტურებული. ამიტომ ამბობ, რომ რასაც ჩვენ ვედავებით, რომ მისი მონაწილეობა მხოლოდ 1,5 მილიონ პარკლებში იყო, უხეში რიცხვები რო ვთქვათ, ზუსტად ის აქვს მას აღიარებები. შესაბამისად, ამის ინტერპრეტაციის სხვაგვარად გადათარგმნის შესაძლებლობა არ არსებობს. გასაგებია, ის არის ბრალდებული ინვესტიცია განახორციელებს. თავად ამბობს ამას და მაგრამ ზუსტად ამას გეუბნები. ზუსტად მისი ინვესტიცია ცესხის ფორმით განხორციელდა და მე თუ გნებავთ, აი წარმოგიდგენთ დოკუმენტებს, რომ არ გეგონოთ, რომ ესეც ჩემი ინტერპრეტაციის წყაროა. შეგიძლიათ ნახოთ, ეს არის გიორგი ბაჩიაშვილი, თანხა და მითითებული არის ცესხის ხელშეკრულება. შეგიძლიათ დააკვირდეთ თარიღს, პერიოდს, არ გავაჟღერებთ დეტალურად და შეგიძლიათ ნახოთ მე უკვე დაბრუნება, რომ დაიბრუნა პროცენტის სახით. თარიღი, დანიშნულება გიორგი ბაჩიაშვილი ლევს. ფინალური ეტაპზე არის. საბოლოო ჯამში ინვესტიციის განხორციელების ფორმა, როგორც ბრალდებულის, ასევე დაზარალებული ხრიდან იყო ინვესტიცია ცესხის ფორმით. ორივე მხრიდან თანაბარ პირობებში, მარტივად რა ვთქვათ, არის მოცემული ფაქტობრივი ფიქსირდება და მსგავსი ხელშეკრულება. ბიძინა ივანიშვილს თუ აქვს მაგალითად გაფორმებული, რომ აი მისი წილი იყო 5 მილიონი და ეს იყო მისი ინვესტიცია. ეს გიორგი ბაჩიაშვილის დოკუმენტები წარმოადგენთ, რაც ოფიციალურად აქვს, ხო გაფორმებული მსგავსი ოფიციალური დოკუმენტი აქვს ბიძინა ივანიშვილს. ოფიციალურად ეს ოფიციალური დოკუმენტი გიორგი ბაჩიაშვილის ბრალეულობასა და ეს არის მისი
აღიარება რეალურად. ეს არის მისი აღიარება. ამას ისედაც ამბობდა რომ მას ჰქონდა 1,500,000 თუ 1,300,000 თავდაპირველად როდესაც თავდაპირველად არა, ეს 2016 წელს არის. ეს დოკუმენტი 2000 მიმოწერა არის 2016 წელს დარიღებული და არა 2015-ით რომ პირობითად მაგ ლოგიკას გავყოთ. ამიტომ ეს ნახეთ ამის დემონსტრირება ერთადერთი მიზანს ემსახურება ჩემი მხრიდან რომ ეს არის დოკუმენტი რომლის ინტერპრეტაციას მე არ ვახდენ, უბრალოდ ციტირებას ვახდენ და ეს ციტირება პირდაპირ თანხმდრაშია ბრალს შესახებ დადგენილებაში მიღწეულ ფაქტებთან. სხვას მარტივად რო ვთქვა, მეც ჩვენ არაფერს არ ვედავებით. კი ბატონო, მაშინ როდესაც 4 მარტს თქვენ სასამართლოში ელოდებოდით გიორგი ბაჩიაშვილს, გაირკვა და თქვენს მისი სოციალური ქსელით გაიგეთ, რომ მან დატოვა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია, არადა ჩამორთმეული ქონდა მას პასპორტები, ხომ? თუმცა მოახერხა ქვეყნის დატოვება. როგორი ახლა პროკურატურის გეგმა ინტერპოლის ცებნასთან დაკავშირებით? ასო თუ არა ინტერპოლის ცებნაზე და რამდენად გაქვთ მოლოდინები, რომ ინტერპოლი მას დასვავს საერთაშორისო ცებნაზე? კი ბატონო, ამ კითხვაზე მე გაგცემ ჩემი კომპეტენციიდან გამომდინარე პასუხს. მე გუშინაც გავაჟღერე მას მედიასთან, რომ ჩემი ინფორმაციიდან გუშინდელი მოცემულობით გეუბნებით, რომ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს დეპარტამენტს უკვე მიმართული ჰქონდა ინტერპოლის ცებნასთან დაკავშირებით გიორგი ბაჩიაშვილს. აქედან გამომდინარე ეს მოცემულობა არის ჩემთვის ცნობილი. დანარჩენ დეტალებს როგორ გითხარით, ანუ შესაბამისი სტრუქტურული ერთეული კურებს პირადად მე ამას არ თქვენი საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ინფორმაცია არ მაქვს. არა, ამ ეტაპზე ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს. მადლობა მიხეილ სადრაძეს ისმენდით ბიტკოინების საქმეზე პროკურორს და ასევე მკვარი ჰეცის საქმეზე პროკურორს გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებში. როგორც გითხარით, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე თქვენს პროკურორმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა 10 მარტს უკვე დაცვის მხარე იტყვის დასკვნით სიტყვას და შემდგომში უკვე იქნება საბოლოო სასამართლო პროცესი, რომლის შემდეგაც უკვე მოსამართლე ამ საქმესთან დაკავშირებით საბოლოო ვერდიქტს გამოაცხადებს. როგორც ახლა პროკურორმა თქვა, პროკურატურამ უკვე მიმართა ინტერპოლს იმისათვის, რომ გიორგი ბაჩიაშვილი საერთაშორისო ძებნაზე იქნას აყვანილი, დასმული, თუმცა ჯერჯერობით რა პასუხი მიიღეს ინტერპოლისგან, დაადასტურეს თუ არა და დააკმაყოფილეს თუ არა მათი მოთხოვნა აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურორს ინფორმაცია არ აქვს. რაც შეეხება შოთა ქარუმიძეს, რომელიც სავარაუდოდ გიორგი ბაჩიაშვილს დაეხმარა რომ ქვეყანა დაეტოვებინა, ახლა ის ელოდება დროებითი მოთავსების იზოლატორში სასამართლო პროცესის ჩანიშვნას და მოსამართლე იმსჯელებს აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მან ბრალი აღიარა. მადლობა გიორგი კუჟინაძეს, რომელიც ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბრობდა. გიორგი ბაჩიაშვილის პირველი ინტერვიუ, მას შემდეგ რაც პროკურატურა მისთვის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გამოძიების ამ ვერსიაზე საუბარი არ სურს. პროკურატურის მტკიცებით 47 წლის კაცი ბაჩიაშვილს საქართველოდან ფარულად გასვლაში დაეხმარა. უწყებამ ავტომობილისა და საბარგულში მოწყობილი სამალავის ვიდეო კადრებიც გაავრცელა, რომლის საშუალებითაც პროკურატურის მტკიცებით ბაჩიაშვილი ფარულად სომხეთში გადავიდა, იქიდან კი მესამე ქვეყანაში გაფრინდა. ცრებია რომ რა თქმა უნდა მაყურებელსაც და თქვენ გაინტერესებთ უფრო ამ რაღაც თრილერის დეტალები თუ დეტექტივის დეტალები როგორ გამოხდა. ამაზე საუბარს არ ვაპირებ და არ იქნება სწორი, უფრო მნიშვნელოვანი არის ის თუ რატომ დაუტოვეს საქართველოს. უსაფრთხოდ ვარ, რა თქმა უნდა, ახლა პირდაპირ რაღაც ამჟამინდელი საქმე საფრთხე არ მემუქრება, თუმცა რა თქმა უნდა ივანიშვილისნაირი ადამიანის შემთხვევაში ყველა მხრიდან უნდა ველოდოთ რაღაც სიბინძურეს და მე ვიზრუნებ იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მივიდეს ის ინფორმაცია, რომ ქართულ ხალხს ივანიშვილმა მოპარა არჩევნები, პარავს მომავალს, შეატრიალა ქვეყანა რუსეთისკენ, დადის დაგზავნა პანაშვიდებზე ირანში.